მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ასეთი გაშლა გავაკეთოთ ჩვენ, რატომ თქვენ დაგაშუროთ ბედმა. აი ვნახოთ ახლა, დღეს ასეთ ფორმატში ჩაგიწევთ ვიდეოს, იმიტომ რომ ახლა არა ვარ სახლში, ვარ დასასვენებელ და მინდა რომ თქვენ რაღაც გაშლა შემოგთავაზოთ, ხო? ახლა ჩვენ ვნახოთ, ახლა ამ წუთში თქვენ რა არის თქვენს ურთიერთობაში, ხო? ვნახოთ ახლა რა ენერგიებში არის თქვენი ურთიერთობა. და მე ვკითხოთ, ეს რა თქმა უნდა იქნება ახლა უფრო ისეთი ადამიანებისთვის გაშლა, ვინც შეიძლება ახლა დაშორებული ან პაუზაში, ან შეიძლება კიდე რაღაც ისეთი მომენტები მოხდა. ნახოთ ჩვენ ახლა რა უნდა თქვენს პარტნიორში, ცოტა მოკლე გაშლა ჩაიწერება, ნახოთ. და მე უკვე მთავარი კითხვასაც დავუსვენ, ხო? ვნახოთ ახლა გუგო რა ენერგიაში მყავს ახლა. იცით როგორი ენერგიებში ხარ, თქვენ გუგოს აქ სიყვარული აქ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ნახეთ, პრინციპში აი აქ როგორი სიტუაცია გუგო, რომ თქვენ გაიგოთ, რომ თქვენი გაშლა არის თუ არა. გუგოს აქ ისეთი ენერგია, რომ აი სიყვარულში, ანუ უპირობო სიყვარული ასე ვეთყოდე რა. იმიტომ რომ თქვენ ხართ როგორ იცით, შეიძლება ფიქრობ, რომ თავს ხომ არ ვატყუებ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ დაუშვათ ეს ადამიანი შეიძლება გამოჩნდა და თქვენ ახლა უცბად იფიქროთ, რა ხარ წამოვიგები კიდე მაგის რაღაცებზე რა, მაგის სიტყვებზე დაუშვათ, ხო? მაგრამ ამ დროს თქვენთვის არის ურთულესი თემა არის, რომ თქვა ეს დაშორება თუ მოხდა, ხო? აქ დაჟე ასე ვეთყოდა, აქ არის გაშვება, როცა ადამიანს აი გიყვარს, მაგრამ იცი რომ უნდა გაუშვა რა ეგეთ სიტუაცია, იმიტომ რომ აქ არის 10-იანი პენტაკლების კარგი იქნებოდა, მაგრამ 10-იანი ხმალების და ნამდვილად არის ადამიანი ძალიან აი რთულ პერიოდში, ანუ როგორ მომენტში იცით, როცა მართლა აი გულში გაქვს ძალიან დიდი სიყვარული, მაგრამ გიწევს გაშვება ადამიანის რა. და აი რომ მკითხოთ შენ რა გინდა ამ ურთიერთობიდან, ახლა შეიძლება ახლა ან არ იცი, ან შეიძლება შენი ინტუიცია კარნახობს, რომ აი ასე უნდა მოიქცე. ყველას თავისი მიზეზი ექნება, რა თქმა უნდა, რატომ ეს უნდა გააკეთო და ან კიდე შეიძლება თქვენ ახლა თვითონაც პასუხს ვერ პოვლობთ, არ იცით, გადაუშვით, რატო ეს ხდება, ყველაფერი რაც ხდება თქვენ შორის აქ რა ხდება. თქვენ შორის მოხდა რა ეს გაუგებრობა, ძალიან მძიმე სიტუაცია, შეიძლება თქვენ ახლა მაგაზე ძალიან ნერვიულობთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, იხსენებთ იმ მომენტებს, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაში, ამ ადამიანთან კარგი და ეხლა ხართ აი ასე, ძალიან ცუდ ხასიათზე რა, თქვენი პარტნიორი ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში იმყოფება. აქ როგორი სიტუაცია, იცით, აქ თვითონ არის როგორც ძალიან მტკივნეული და გადამჭრელი რაღაცა მიიღო მან გადაწყვეტილება. ანუ მე ასე, აქ როგორი მომენტი არის, როცა შენ რაღაცა ძალიან აი გტკივა და შენ კიდე იქ მარილის რო აყრი რაღაცა, აი გულიდან რო ამოგლიჯავ რა, ეგეთი რაღაცა არის და ამიტომ ახლა აქ ფიქრობს ეს ადამიანი, იცით რას, რომ მე არა ვარ ის ადამიანი, ვინც არის მისი ღირს, აქ შეიძლება სხვაობა კონდეთ ასაკშენ, რომ პაჟე და დედოფალი არის რა აქ. და ანუ თქვენ ძალიან ამ ადამიანს იზიდავთ თქვენი ენერგიით, ხო? თქვენი, თან პლუს კიდე სხვა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აი გაფასებს რა ეს ადამიანი, როგორ იცით, გულშიც გაფასებს, რომ თქვენ რაღაც სათანადოდ მოიგეცეთ, შეიძლება თქვენ აქ არ ჩავარდეთ ახლა რაღაცა ისტერიკებში და რაღაცებზე, არა. ხო, მაგრამ გულში მაინც აი გვეცნობიერად ეს ხო დასვაბიეთ ამ წერტილი, იმიტომ რომ თulis რომ მე ამ ქალს ვერანაირ ბედნიერებას ვერ მივცემ, რა უნდა მივცემ ასეთ ქალს, ხო? აი რა მაქვს მე, რომ ამას რითი რა ჯობია დავასრულო ასე მტკივნეულად, ვიდრე ასე ვიყო პაჟევით, რომელსაც არაფერი არ შეუძლია. გამიგეთ, რაღაცა შეიძლება სტატუსით ხარ თქვენ დაუშვით განსხვავებული, რაღაცა არის აქ სხვაობა რა თქვენ შორის უეჭველი, ან სტატუსი შეიძლება თქვენ თანამშრომელი ხარ თქვენ და თქვენ დაუშვით ახლა უფროსი ხართ, ის თქვენი თქვათ ახლა თანამშრომელი, ეგრე შეიძლება იყოს, მაგრამ გვეცნობიერად სიამოვნებით ეს ადამიანი თქვენთან შექმნიდა ოჯახს, მაგრამ აი აქ ახლა პრინციპში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ჯობია დავასრულო რაღაც, აი ვიდრე
ვთქვათ, მაგრამ ამ დროს ნახეთ, სხვათა შორის თანდასრულებაზე ფიქრობ, თან იმაზეც ფიქრობს, რომ აი შეხვედრას ელოდება სხვათა შორის. ახლა არ ვიცი, ახალ შეხვედრას ელოდები ვინმესთან შენ თუ ამ გოგოსთან, ვიზიც უყურებთ ჩვენ. არა, თქვენთან, რა თქმა უნდა, თქვენთან უნდა. ნუ შეიძლება ახლა ხო, თქვენთან ვისანაც არის გაუგებარი სიტუაცია რა. მაგას უნდა ესე იგი აქ უფრო დაჟე შეცვალოს რაღაცა და შეიძლება აი ახალი რამე გზები იპოვოს. ნუ მოდით ახლა ვკითხოთ ჩვენ, ახლა მე ავიღებ სხვა წყაროს და ამაზე ვკითხოთ ახლა ჩვენ, რატომ ასე მოხდა? ნუ რატომ კითხვა მე იმდენად არ მეყვარს, იმიტომ რომ რისთვის უფრო ჯობია ყოველთვის ვკითხოთ. ნუ მოდით ვკითხოთ ჩვენ მაშინ რისთვის მოხდა ჯერ და მე აი ასე რატომ მოხდა ეგეთი რაღაცა, ხო? რატომ და ისთვის ორივე კითხვა დავუსვათ, ხო და ვკითხოთ ახლა. რისთვის მოხდა ეს თქვენი დაშორება მაღალი ძალებმა, რატო ასე გააკეთეს რა? აი გეტყვით რატომ? იმიტომ რომ აქ არ იყო პირველ რიგში ნახეთ აქ რა ხდება. აქ თითქოს ნახეთ როგორ საინტერესო არკანი არის, აი თითქოს მოვიდნენ მაღალი ძალები და ეუბნებიან აბა კარგად ბრძანდებოდე. და რატო ნახეთ რა ხდება. აქ არ იყო დარღვეული ენერგიის მიმოცვლა. ანუ ეს რას ნიშნავს? შეიძლება დაუშვოთ აქ დანახავს უდედოფალი ხარ თქვენ, ხო? შეიძლება თქვენი მხრიდან უფრო მეტის ენერგიის გაცემა იყო, მეტი შეიძლება ჩართულობა იყო, მეტად შეიძლება თქვენ რამეს აკეთებდით, გამიგეთ ამ ურთიერთობაში, ვიდრე თქვენი პარტნიორი. ნუ პრინციპში ეს თუ პაჟი და თქვენ თუ ხა დედოფალი ხართ, ახლა რა თქმა უნდა, ესე იგი უფრო საქმიანი გოგო ხართ თქვენ, გამიგეთ რა ხდება და ამიტომ აქ მაღალმა ძალებმა ეტყობა ითმინე და თქვენს როს უკარგად ბრძანდებოდეს, შენ ახლა ვერ ისწავლე ჭკუა და ამიტომ ასე გააკეთეს. კი ბატონო. იმიტომ რომ აქ ბევრჯერ გაძლევოდა თქვენ შანსი, ბევრჯერ. აქ იცით როგორ არის? მოთმინებას უკვე, აქ უკვე საზღვარი რა. იმიტომ რომ აქ იყო ბევრჯერ გეძლეოდა თქვენ შანსი იმისთვის, რომ ეს დაგელაგებინათ რა. ეს ვის უფრო ეხება? ვის უფრო ეხება? იმპერატორს, კი. იმიტომ რომ იმპერატორი უფრო ეხება რას? რომ ანუ გოგოს აქ, იმიტომ რომ გამოდის ახლა პრინცესი, აქ ახლა თასების მასწი არის რა. როგორ არის იცით? თქვენ იყავით მთლიანად ჩართული, აი როგორც ქალს შეისაბამისება სიყვარულით, გრძნობებით, ყველაფრით აბსოლუტურად. ეს თქვენი იმპერატორი, რომელიც იგივე პაჟი, შეიძლება იქცეოდა როგორც იმპერატორი, ანუ ყველაფერი ჩემთვის, ყველაფერი ჩემს ირგვლივ, ყველაფერი, ანუ თქვენ შეიძლება კი. და აი იყო ოცნებებში იჯდა სულ, რომ მაგას ეგონა, რომ მასე იქნება სულ, გამიგეთ? რომ ნამდვილად ახლა ასე გაგრძელდება რა ეს სიტუაციები რა და თქვენ თან ნახეთ კიდე რა არის. ეს დარწმუნებული იყო იმაში, რომ თქვენ ყველა ვარიანტში ეს აგერჩიეთ იმპერატორი და უკვე თქვენ ნამდვილად ახლა ვერავის ვერ აღარ აიჭრეთ. თქვენ ახლა დაუშვოთ ახლა მაგის გარდა ვერავის ვერ სიფიქრებთ, ვერ ოცნებებთ, იმიტომ რომ მაგაზე კარგი არავინ არ არსებობს, გამიგეთ რა ხდება. ხო და კიდე და ამიტომ ეს ადამიანი დიახაც კი აქ ძალიან ესეთი მომენტი მოხდა, შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ეს ადამიანი კარგადაც დატოვეს მარტო. ძალიან ესეთი ენერგიები, აქაც ხმალების ტუზი, ანუ რატო დაგაშორეს, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია, აი ძალიან შემიძლია გითხრათ მტკივნეული გაშორება იყო, აი აქ ადამიანი დატოვეს მარტო. მაღალი არკანები მოდიან, თქვენ რო იცოდეთ რა. როგორ არის იცით მაგას მაღალმა ძალებმა მართლა თქვენს რომ წადი ისწავლე ახლა შენ ამ ქალის დაფასება რა. იმიტომ რომ აქ არის ქალი, რომელიც არის უჭკვიანესი, არის ყურუმი ყველა ვარიანტში რა. აქ არის ქალი, რომელიც არის უძლიერესი. აქ თქვენ აძლევდეთ ძლიერ სიყვარულს, რომელიც ამ ადამიანმა ვერ დააფასა და ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თქვენი დაშორება მოხდეს. გამიგეთ რა ხდება?
კარგით ვნახოთ ახლა მაშინ ჩვენ ეს გავიგეთ რატომ დაგაშორეს და ანუ ესე იგი რითი მაშინ უნდა დამთავრდეს ეს სიტუაცია. კაი, დააშორეთ, გავიგეთ რომ თქვენ დაიწყეთ ახლა ამისი ჭკუის სწავლება, იმიტომ რომ აქ ძლიერი სიყვარული ქონდა ქალისგან მიცემული, ისეთი რომ რა ვიცი უჭკვიანესი, დრო ყურვ მე და პლუს კიდე ეს თქვენ ხართ, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ადამიანმა რა ვიცი რაღაც ვერა და წაართვეს მაღალმა ძალებმა. დაუბრუნებენ თუ არ დაუბრუნებენ ეს დედოფალი ამ პაშს აბოვნახოთ. დაუბრუნებენ თუ არ დაუბრუნებენ. აქ არის ერთი მომენტი, იცით, თუ დაუშვათ ამ ადამიანმა, აქ უნდა დასრულდეს რაღაცა გაკვეთილი, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ადამიანი შეიყვანეს თვითონ მარტო დატოვეს პირველ რიგში ეს თქვენი იმპერატორი იმისთვის, რომ მაგან უნდა გადაიტანოს რაღაც ძალიან სერიოზული ტკივილი რა, რადგან თქვენი თავი რო წაართვეს რა. და აი ეხლა აქ ნახეთ რა იქნება პრინციპში თუ დაუშვათ მან ეს გაკვეთილები გაიარა როგორც პრიოდუსანი შეიძლება ეს ქალბატონი მაგას დაუბრუნონ, მაგრამ იმპერატრიცა. აქ როგორი სიტუაცია, იცით, აქ თქვენ გაიზარდეთ, აქ თქვენ ისწავლეთ უკვე ყველაფერი, გამიგეთ, თქვენ გადაიზარდეთ. თქვენ უკვე ბევრი რაღაცა ისწავლეთ, თქვენ აქ უკვე იცით რა თქვენ რა გინდათ. საერთოდ, ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა იმპერატრიცა და მეორე კიდე აქაც არის ესეთი არკანები, რომ მე უკვე ვიცი, მე ვისწავლე თქვენ ბევრ რაღაცებს აქეთ. აი თქვენ გაქვთ ნამუშევარი ძალიან ბევრი თქვენს თავზე შემიძლია გითხრათ, იმდენი რომ უკვე აი რა გითხრათ რა, უკვე აღარც გინდათ არაფერი, რომ კიდე რამე ისწავლოთ, მაგრამ იმას так, ნახეთ ახლა პრინციპში აქ შანსი მიეცემა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ძველი ვერსია მაგისი დასრულდება, აი აქ ხო თქვა მაგანაც რომ მე მინდა რომ რაღაცა შეიცვალოს ჩვენ შორის, просто მე არ ვიცი როგორ, მე არ ვიცი რა გავაკეთო, მე არ ვიცი ამისთან ქალთან როგორ მოვიდე რა გავაკეთო, ხო? მე არ ვიცი რა შევთავაზო და აი აქ ამბობენ რომ შენ მოგცემენ, კი ბატონო, განსჩქარას ხო შორის მისცემენ მაგას საშუალებას, რომ რაღაცა გააკეთოს, მაგრამ როცა გამოვა ტრანსფორმაციიდან და როცა აი აქ ეს ძველი ვერსია, როგორიც იყო ეს ადამიანი, კი, ეს ტრანსფორმაცია დამთავრდება. და მე აი უნდა მიხვდეს მაგ ადამიანმა სხვათა შორის პირველ რიგში რამდენად მნიშვნელოვანი ხარ თქვენ მისთვის, რამდენად ძვირფასი ხარ თქვენ მაგისთვის, რამდენად ანუ ღირსეულია დაუშვათ თქვენთვის ამ ეს ადამიანი და აი ამას რო გაივლის, აქ ძალიან ბევრი იქნება მაგას გასავლელი, აი მე ღმერთო ჩემო, ძალიან ცუდ დღეში იქნება. იმიტომ რომ მიიჯაჭულია თქვენ ხართ მაგარი ისეთი რომელიც აი ხო არის ნახეთ არა აქვს მნიშვნელობა შენ ახლა სარკეში რო იყურები როგორი ხარ ხო მაგრამ აი ამ ადამიანისთვის უშუალოდ შენ ხარ ნომერ 1 შენ ხარ ის ქალი რომელიც მას იზიდავს გამიგეთ რომელიცაც ფიქრობს რომელიცაც ნერვიულობს რომელიც აქ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან შეიშალოს იმდენი ფიქრები იმიტომ რომ ახლა როცა ეშმაკი ჩაერთობა აქ ხო უკვე მტერს რა და ის სულ რომ მოლანდები სულ სადაც რომ უნდა გაიხედო სულ თქვენ ხართ მისი სული აქ ტირის გამიგეთ რა ხდება იმიტომ რომ აქ სიყვარული აქ ამ ადამიანს კი ბატონო კი უყვარხარ ძალიან უყვარხარ და აქ ნამდვილად იქნება თქვენსკენ წამოს აქ განოლება ესე იგი ნახეთ რა ხდება სამომავლოდ რა ხდება აქ სამომავლოდ აქ ეს ვისთან მიდის ეს ლედი ვინ არის მითხარით ამ გოგოსთან თუ სხვა ვიღაცა არა ვინც დაკარგა იმასთან კი ვისაც ვერ მიდიოდა ვერაფერს ვერ აკეთებდა გოგო აქ შეიძლება ზოგთან ნახეთ შეიძლება აქ გქონდეს მაგას დაჟე სადღაც ერთი თვე ვიღაცასთან ეს პროცესი როცა ეს ადამიანი ნახეთ შეიძლება მაგას გქონდეს რაღაცა მომენტები რომ დაუშვათ ახლა ახალი ვინმე გავიცნო დაუშვათ ხო მაგრამ ეს ფიქრიც
აღარ ექნება რომ იტყვი, ანუ გამიგეთ, იმიტომ რომ ისე დღეში აგდებენ ამ ადამიანს, ისე დღეში რომ არაფერი არ უხარე, არაფერი მე არ მინდა, არაფერი მე არ მაინტერესებს, არაფერი აბსოლუტურად მე აი და მიხვდება აი აქ ადამიანი რომ მართლა რაღაცა სისულელი ჩავიდინე, რატო არაფერი არ ვთქვი, რატო არაფერი არ ვიმოქმედე, რატომ აი ასე გავჩერდი რა, ან აგვძილო ღამეები და რაღაცა შენელება. კი, აი ეს ადამიანი ნახეთ უნდა მივიდეს იმ დონემდე რომ მიხვდეს რომ აი როგორ არის იცით, აი უნდა გაიაზროს რა, რომ აი ნამდვილი კაცი ასე არ იქცევა. აქ რაღაცა მაგას იმპერატორი მე მგონი უნდა ნამდვილი გახადონ, ვიდრე არის ეს ადამიანი დღეს რა. და აი როცა ეს მიხვდება უკვე რომ აი მარტო ის კი არა რომ მე თქვა აი მაგისთვის მთავარი კაცი ვარ, მე ვარ აი პროსტო იმპერატორი, ხო, როცა მიხვდება რომ მე იმპერატორი პირველ რიგში არის ქმედება, ხო? ქმედება. აი, მაშინ უკვე შეიძლება კი ბატონო ჩაერთობენ მაღალი ძალები და აქ უკვე იქნება რა. აქ სიტუაცია შეიძლება, აქ ძალიან ესე იგი ნახეთ გოგოებო და ეხლა მოგცემთ რჩევას. აი ეს სიტუაცია თქვენ დატოვეთ ისე როგორც არის. იმიტომ რომ აქ თქვენი ჩართულობა არანაირად არ არის საჭირო. აქ იმიტომ რომ აქ ადამიანმა უნდა გაიაროს უზომოდ ძალიან დიდი ტრანსფორმაციები, ბევრი რაღაცები უნდა აქ გაიაზროს და აი როცა მიხვდება და როცა ამ გაკვეთილებს მიხვდება, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ჩართულობა არის მაღალი ძალების უკვე რა, სულ ყველა საგვარეულოც და რა ვიცი მე ვინ არ არის ჩართული და აი როცა მიხვდება, აი და როცა გახდება ეს პენტაკლების მეფე და როგორც აქ ვთქვით ჩვენ იმპერატორი, აი მაშინ უკვე მაგას გამოუშვებენ თქვენთან. ხო. კი. და მე როგორ იქნება სტაბილური, კი. უბრალოდ თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი აბსოლუტურად არ გააკეთო შენ ამ სიტუაციისთვის, იყავე დაკავებული შენი საქმით, აბსოლუტურად თუ გაქვს რამე თქვათ, რამეს აკეთებ სამსახურის თემაში დაუშვოთ, ხო? ან სამოგზაურო წადე დაუშვოთ, ხო? მთავარია გამოდი იმ ნერვიულობიდან, აი სულ მაგაზე ფიქრებიდან, ვაფშე გამოდი არ ენერგიულო და უბრალოდ აქ იქნება სიტუაცია ამას ახლა ნახეთ თქვენ გელოდება ძალიან დიდი წინსვლა, თქვენ გელოდება და ძალიან დიდი გამარჯვება თქვენ ახლა როცა თქვენ გამოხვალთ იმ ენერგიებიდან, აი ნახეთ ეს გხედავს თქვენ ისეთ მაგარ ენერგიაში და თქვენც მაგ ენერგიაში დარჩეთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. აბსოლუტურად მე შემიძლია გითხრათ რომ კი. დაელოდეთ, აღარ მინდა უკვე მეტი მაგის უკვე ნახვა, უბრალოდ გეუბნებიან რომ გამოდი შენ თვითონ, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება შენთვის, შენ დარჩები ამ სიტუაციაში ყველა ვარიანტში გამარჯვებული.